სახელითა მამისაითა და ძისაითა და წმინდის სულისაითა. ისინი, ვინც ცდილობენ, რომ ქრისტიანობაში იყვნენ გულით, სიღრმისეულად, მათ ვისაც გააზრებული აქვს, რომ სულიერი ცხოვრება, ღმერთი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე არის არა ის, რომელსაც რაღაც ადგილი უკავია ჩვენ ცხოვრებაში, არამედ აბსოლუტურად ყველაფერი და მთლიანად ცდილობენ, რომ მთელი არსებით, ყველაფრით, ყოველი ჩასუნთქვით და ამოსუნთქვით, ყოველი საქმიანობით ეძებონ მასთან ერთობა და ურთიერთობა. ესეთი ადამიანები ხვდებიან, რომ რაც მეტად უღმავდები ღვთის მაძიებლობას, მით მეტად აღმოაჩენ, რომ ეს არც ისე იოლია და ის დასაწყისში ჩვენში არსებული რაღაც რელიგიური განცდები, შეგრძნებები, მოსაზრებები, რომელიც ერთის მხრივ უკავშირდებოდა ღვთისაგან მონიჭებულ მადლს, რომელიც დაუმსახურებლად მივიღეთ მაშინ, რითაც ჩვენ მოვედით ეკლესიაში და მეორეს მხრივ იმ მარტივ სახელმძღვანელოებს ვეცნობოდით რა და თითქოს და გვესმოდა რა იყო ქრისტიანობა, აღმოჩნდება, რომ ის სახელმძღვანელოები, ის კატეხიზმოები, სადაც გადმოცემულია ამბანი თითქოს და ქრისტიანობის სინამდვილეში არანაირ ცოდნას არ გვაძლევს იმისათვის, რომ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა გქონდეს. ეს არის ერთგვარი შესაძლებლობა, რომ რაღაც ზედაპირული წარმოდგენა შევიქმნათ რელიგიაზე, რომელსაც ქრისტიანობა ქვია. ხოლო რაც შეეხება ცოცხალ ურთიერთობას ღმერთთან, აი იმ სიცოცხლეს, რომელსაც ქრისტიანობა თავის თავში ატარებს, იმას წლები და წლები ჭირდება, მთელი ცხოვრება ჭირდება უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, რომ საბოლოო ჯამში იმას მივხვდეთ, რომ ჩვენ არაფრისაგანა ვართ შექმნილნი, არსით არ არანი, მაგრამ ღვთის მოწყალებისა გამო ყველაფერნი, მომავალნი ვითარცა ღმერთნი და დღესდღეობით კი ის არსებანი, რომელიც საკუთარ თავში ჯოჯოხეთს ატარებს. ამ ჯოჯოხეთის გამო სინანული გვმართებს და ეს ჯოჯოხეთი ჩვენს მიერ დანახული აცოცხლებს ლოცვას, როგორც ხშირად გვითქვავს თქვენთვის, აცოცხლებს ლოცვას და ღვთის შემიწყალეს, ქმედიც ცხოველს მყოფელს და ყოველგვარი სიყალბისაგან თავისუფალს. და აი ამ ცხოვრებაში, რასაც სულიერი ცხოვრება ქვია, ჩვენ ის ვითარცა ზნეობრივი არსებანი გვიწევს გავარჩიოთ რა არის სიკეთე და რა არის ბოროტება, რა არის კარგი და რა არის ცუდი. აი დღეს პავლე მოციქულის გვეუბნება სიყვარულითა, შეურგულებელითა, განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა. ეს მოწოდება გნებავთ მცნება პავლე მოციქულისა ჩვენს მიერ აღსასრულებელია, მაგრამ მეორეს მხრივ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ არც ისე იოლია გაიგო რა არის კეთილი და რა არის ბოროტი. ჩვენ სულიერ ცხოვრებას ხშირად ვაწყდებით იმ მდგომარეობას, რომ გვიჭირს გავერკვიოთ თუ რა უნდა გავაკეთო და როგორ მოვიქცეთ. ვიცით არსებობს ხიბლი, ვიცით არსებობს შეცდომები სულიერ ცხოვრებაში. როგორც კი ჩვენ პატარა განსასწრების წინაშე ვდგებით, ან საცდურის წინაშე ვდგებით, ჩვენ საკუთარ თავზე გამოგვიცდია, თუ როგორი უსუსურია მაშინ ქრისტიანობა და როგორ ხშირად აღმოვჩენილ ვართ, შეიძლება ასე თქვა სულიერ თხრებში, ანუ ორმოში და როცა აღმოვჩენილ ვართ, მაშინაც ღვთისწყალობით დაგვინახია, რომ აქ როგორ აღმოვჩდი და აქ რას ვაკეთებ. როგორ მოხდა, რომ ამგვარი რამ შემეშალა. და ეს ძალიან ხშირად გვემართება და იმიტომ, რომ სიკეთისა და ბოროტების გარჩევას ძალიან დიდი სათნოება, სიფხიზლე და ღვიძარება ჭირდება. და საერთოდ, რა თქმა უნდა, ამას ჭირდება ღვთისნების გაგება. თუ რა არის ღვთისნება ზოგადად და რა არის ღვთისნება თითოეული ჩვენთაგანისათვის. ჩვენ მართალია ყოველთვის ვითხოვთ, თუნდაც მამაო ჩვენოში იყავ ნება შენი, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით იგივე ჩვენს ლოცვებში, თუ როგორ დომინირებს ჩვენში სურვილი, რომ ღმერთმა ჩვენი ნება აღასრულოს და არა ის, რომ ჩვენ ღვთისნება აღვასრულოთ. და ჩვენ შეიძლება კითხვაც კი დავსვათ, რომ ღვთისნება ყოველთვის იმგვარია ჩვენს მიმართ, როგორც ჩვენ ეს გვსურს.
ყველაფერი ისე ხდება, როგორც გვინდა რომ მოხდეს. ეს ეხება თითოეულ ადამიანს, თითოეულ ჩვენთაგანს, ეს ეხება მთლიანად ერს, ამ შემთხვევაში საქართველოს. და ჩვენ ძალიან ხშირად ვწუწუნებთ. რა არის წუწუნი? ვწუწუნებთ, ხშირად გეკითხებით ხოლმე, როცა მოდიხართ აღსარებაში, განსაკუთრებულად იმ შემთხვევაში, როცა თქვენ რაიმე განსასწრელი გაქვთ. თქვათ იგივე მოხუცის მდგომარეობა როგორია, მუდამ განსასწრელი აქვს, ხო? ამავე დროს ადამიანს, რომელიც ავათარი და ასე შემდეგ და ყველას აქვს განსასწრელი, მე ხშირად გეკითხებით ხოლმე. და თქვენ აღსარებას ამბობთ, რაღაც სოდებს ჩამოთვლით, აი ასე მდგომარეობაში, აი ამ დროს და მე გეკითხებით და არ ამბობთ ერთ რამეს, რომ თქვენ წუწუნებთ ხოლმე. და მე გეკითხებით, ხომ არ წუწუნებთ? და მე ჩაღუნავთ ხოლმე თავს და ამბობთ, ხო, კი, წუწუნებ ხან და რა არის წუწუნი, კაცმა რო თქვას. განა წუწუნი არ არის დრტვინვა ღვთის განგებულებისა და ნების გარეშე. განა შეიძლება რომ დაგვავიწყდეს, რომ ერთი ღერით მარ დავარდება ჩვენი თავიდან ღვთის განგებულების გარეშე და როგორ შეიძლება ხშირად მithქვავს თქვენთვის ჯვარცმულის მოწაფემ იწუწუნოს. არ შეიძლება. არაღირსეული საქციელია ეს. იმიტომ რომ ჩვენ მისი მოწაფენი ვართ. იმის მოწაფენი ვართ, ვინც საშნელი ტანჯვით მოიკლა და ჩვენთვის გააკეთა ეს. ამიტომ ღმერთი, რომლის გარეშეც არაფერი ხდება და რომელიც ამავე დროს ჩვენთვის ტანჯულია, არ შეიძლება წუწუნ. ეს უბრალოდ უღირსი საქციელია. გარდა ამისა, მოწუწუნი ადამიანი შეიძლება სიტყვიერად ასე არ ამბობს, მაგრამ თითქოს და დავაშია ღმერთთან, თითქოს ეკამათება, თითქოს საქმეს ურჩევს და ჭკუასაც ასწავლის, რომ ეს მე არ მეკუთვნო და მე ეს არ მინდოდა. მე მინდა ესაია წინასწარმეტყველიდან 55 თავიას ერთი ადგილი წაგიკითხოთ, რომელიც შემდეგ ახალ აღთქმაშიც გამოძახილ პოვებს და იმასაც წაგიკითხავთ. ვაი თავის გამჩენთან მოდავეს. ნურქვასა თიხან ანუ შეულიაო უთხრას თიხამან მეკეცესა რასას ზამ ანუ რასაკეთებო ნუ მიუგოს აღზელილმან აღმზელელისა მიმართ თვისისა რასათვის ესრეთ შემქმენ მე. ხედავთ მაგალითი ხო მიხვდით, ანუ თიხას აქვს თუ არა აქვს იმის უფლება, ან პრეტენზია შეიძლება ქონდეს მეკოთნეს უთხრას, რომ აი ესეთი რატო გამაკეთე. შემდეგ პავლე მოციქული სწორედ ამ სიტყვებიდან გამომდინარე, რომელთა მიმართ ეპისტოლის მე-9 თავში ამბობს, აწუყვე ჰოი კაცო, შენ ვინ ხარ, რომელიც სიტყვას უგებ ღმერთსა, თქვა ნუ მეა ქმნულმან შემეცა, რაისათვის ესრეთ შემქმენ მე, ანუ არახელეწიფებისა მეკეცესამას თიხისამის მისვე შეზელილისაგან შესაქმედ რომელიმე პატიოსნად ჭურჭლად და რომელიმე უპატიოდ. ერთი მხრივ ქრისტიანობა გვასწავლის ჩვენ, რომ ადამიანი არის თავისუფალი და ადამიანის პიროვნული არჩევანი იმგვარად თავისუფალია, რომ ღმერთიც არ ერევა და ის საოცარი მაგალითი სიტყვები უფლისა, რომელსაც ჩვენ აპოკალიფსში ვკითხულობთ, ყოველი ადამიანის გულთან მდგევარ და ვრეკ, ეგების ვიღაცა მისმინოს, ეს საოცარი აი უნარი თავისუფლებისა, რომელსაც ღმერთიც კი არ ეხება ძალადობით, არამედ ძალიან ფაქიზად და ასე შემდეგ ჩვენ ეს ვიცით, მაგრამ მეორე მხრივ ეს ასევე თავისუფლებასთან ერთად მოცემულობა ადამიანური ბუნებისა, როგორც კი ვიბადებით, მორჩილების უნარიც და ვალდებულებას. ადამიანი არა მარტო იბადება როგორც თავისუფალი არსება, არამედ ადამიანი იბადება ვალდებულებით, რომელსაც მორჩილება ქვია. და ეს იმიტომ, რომ ჩვენ ქმნილებანი ვართ და არა ვართ ღმერთნი ბუნებით, ღმერთნი უნდა გავხდეთ მადლით. ამიტომ რომ ხარ ქმნილება ხარ ისეთი, როგორიც ღმერთმა მოგზილა, როგორიც ღმერთმა გამოგზერწა სიყვარული სხვათა შორის თავისი უწმინდესი ხელებით. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ისეთები, როგორებიც ვართ. დავიბადეთ მაშინ, როდესაც დავიბადეთ. და ჩვენ გვაქვს ესა თუ ის უნარები და ნიჭიერებანი, რომელიც გვაქვს და არა სხვა. ჩვენი ცხოვრება არის ასეთი და არა სხვანაირი. არ შეიძლება წუწუნი არაფერზე. იმისა, რომ 21 საუკუნეში დაიბადე, იმის გამო, რომ ქალი ხარ თუ კაცი ხარ, იმის გამო, რომ თქვათ, როგორი გარეგნობა გაქვს, როგორი ჯანმრთელობა გაქვს, როგორი ნიჭიერება გაქვს, როგორი გვარიშვილობა გაქვს, არაფერზე ამაზე წუწუნი არ შეიძლება. იმიტომ რომ ესეთად შექმნა, გამოგზერწა ღმერთმა, სხვათა შორის კიდევ ვიმეორებ სიყვარულით. არ შეიძლება წუწუნი იმაზე, თუ რა ცხოვრება
და როგორი ცხოვრება გაიარე, ამაზეც ხშირად მithქვას და პავლე მოციქულის სიტყვებს გახსენებთ ხოლმე, უკანას დავივიწყებ და წინას მივწვდები. ყოველ წამს გნებავთ ყოველ დღეს, რომ გავიავდილოთ საქმე. ჩვენი ცხოვრება თავიდან იწყება. და არა აქვს მნიშვნელობა, პრინციპული, რა იყავი და როგორი ცხოვრი. შენ დღეს გაქვს აი ეს მოცემულობა, რაც გაქვს. ნებისმიერი მცდელობა ჩვენი უკან გახედვისა ცოდვაა, იმიტომ რომ ჩვენ გვაცილებს და ხელს გვიშლის ღმერთთან ურთიერთობაში. მე ეს ცხოვრება გავიარე და ეს ვარ დღეს ჩემი ცხოვრება. მე სხვა ცხოვრება არა მაქვს. თეოდორე მხოლოდ ეს არის. თავისი წარსულით, თავისი აწმყოთი. დღეს ეს არის და ახლა გამომდინარე დღევანდელ დღეს აი ამგვარი მოცემულობით რა უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა შევძლო. რა არის ღმერთის გეგმა ჩვენს მიმართ? მე ადრეც აღმოგიკითხეთ, გახსოვთ, ხმამაღლა ვკითხულობთ საიდუმლო ლოცვებს, მაგრამ ერთხელ ამბიონდანაც აღმოგიკითხეთ ეს საოცარი ადგილი საიდუმლო ლოცვისა, რომელიც სწორედ ანაფორაშია ჩართული და იქ ჩანს თუ რა არის ჩვენი ღმერთის გეგმა ჩვენს მიმართ. რა სურს ღმერთს? ეს არის ცხონება და ესე წერია, რომ ის არ დაგვანებებს თავს, ვიდრე მდის ზეცად არ აგვიყვანს. ეს სიტყვები არის მინიშნება იმისა, რომ ჩვენ ვერ გამთავისუფლდებით ღვთის აი ამ გეგმისაგან, აი ამ ნებისაგან. ღმერთმა თავის ნება ბევრჯერ განაცხადა. მე მაგალითად იგი ამბობს, რომ ცეცხლისა მოვედ მოფენად ქვეყანისა და ამბობს მნებავს. გესმით, ხო? რას ნიშნავს? როცა ამბობს ღმერთი მნებავს. რომ აწვე აღეგზნას. აქ საუბარია იმ მადლზე სულიწმინდისა, რომელიც მორწმუნეთა გულებში უნდა იქცეს ცოცხალი წყლის წყაროდ და იქიდან გადმოედინებოდეს უნდა მდინარენი, რომელიც მიედინებიან მარადიული სიცოცხლისკენ. ღმერთს ეს ნებავს. აი ეს ნებელობა მე მნებავს ამბობს. ესეთი ტონალობით არის, ხო, იმპერატიული ტონალობით, რომლისაგანაც თავის დაღწევა არის შეუძლებელი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთი ჩვენზე ძალადობს. მას ნებავს, ხოლო ვისაც ყური აქვს მენად, მას შეუძლია ისმინოს. გარდა ამისა უფალი ამბობს, მე მნებავს, რომ სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ. ესეც ასევე ღვთისნებელობა გაჟღენთილი საოცარი სიყვარულით და ის გვეპატიჟება ყოვლადწმინდა სამების წიაღში. იგი აღსდგა, ამაღლდა ზეცად, დაждდა მარჯვენით ღმრთისა და მამისა. აი ეს არის ღვთისნებელობა, რომელიც კიდევ ვიმეორებ, არ შეიცვლება. ცადა ქვეყანა წარხდება, მაგრამ ღვთისნება აუცილებლად აღსრულდება, უბრალოდ ეცდება აღსრულდეს, იმიტომ რომ თითოეულ ადამიანს აქვს მონიჭებული ღვთისაგან შესაძლებლობა, არა უფლება, ადამიანს ამის უფლება არ აქვს, რომ ღმერთს უარი უთხრას, მაგრამ შესაძლებლობა აქვს, რომ უთხრას უარი, მაგრამ ხოლმე წარმოგიდგენიათ, რა საშინელებაა, როდესაც ღმერთს შეგიძლია უარი უთხრა. აი ეს ჩვენი ცხოვრება, როდესაც ჩვენ ხედავთ უამრავ განსასწრებს, უამრავ ტკივილებს ჩვენ ცხოვრებაში და ვიცით რა, რომ ერთი ღერით არ დავარდება, ჩვენი თავიდან უნდა მივხვდეთ, რომ ღმერთი აწყობს რა ჩვენს გარეთ ცხოვრებას ისე, რომელიც ჩვენ შეიძლება მაინდა-მაინც არ მოგწონდეს, ამას ჩვენ საცხონებლად იქს. რა თქმა უნდა, ეს არ ხდება მარტო ღვთისნებით, ღმერთს არავის ტკივილი არ სურს. ეს ხდება ჩვენიდან გამომდინარე, როდესაც ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, ჩვენი უკეთური ცხოვრება, ჩვენი უკეთური ნებას აყოლილი, რომელიც დაცემული ბუნების შეკვეთას ასრულებს, ჩვენში არსებული ჯოჯოხეთი ქმნის იმ ცხოვრებას, ასაც ქმნის. რა თქმა უნდა, კიდევ ვიმეორებ, ღმერთი არეგულირებს ამ ცხოვრებას იმგვარად, რომ ის ისეთი ტვირთი არ აღმოჩნდეს ჩვენთვის, რომელიც ჩვენ გაგუყავს, გაგვსრეს, მაგრამ ამავე დროს მისი განგებულების გარეშე ეს არ ხდება. ეს ეხება თითოეულ ადამიანს, ეს ეხება მთლიანად ჩვენ ერს, რომელსაც აქვს გარკვეული პრეტენზია, სამწუხაროდ დღეს ესია, თორე კარგი იქნებოდა გვეთქვა კადნიერება, რომ იგი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და აქედან გამომდინარე ღვთისრჩეულია. ეს პრეტენზიათ იქცა უდესღაც კადნიერებად არსებული, იმიტომ რომ ჩვენ არანაირი გამოვლინებით, არც საერო ცხოვრებაში და სამწუხაროდ და ვაი ჩვენ არც საეკლესიო ცხოვრებაში არ ვამჟღავნებთ ჩვენს წილხვედრობას ყოვლადწმინდა დედისა.
და კიდევ მე მინდა ერთი ადგილი აღმოგიკითხოთ ახლა იერემიას წინასწარმეტყველის მე-18 თავიდან. აქ არის ესეთი ადგილი, როდესაც უფალი ეუბნება იერემიას, რომ შენ ჩადი ახლა იქ არის მეთუნე ცხოვრობს, სადაც მუშაობს, მეთუნე ანუ მეკეცე, ანუ ვინც თიხის საგნებს აკეთებს, ჩადი და იქ მე გაჩვენებ, იქ გეტყვი ჩემს სიტყვას, ჩადის და ხედავს ესეთ რამეს, რომ მეთუნე აკეთებს რაღაცა ქოთანს, რაღაც ჭურჭელს აკეთებს და რაღაც არ მოეწონება, დაუზიანდება და თავიდან გადაზელს და თავიდან გააკეთებს. და აი ამას რომ დაინახავს იერემია წინასწარმეტყველი, მაშინ ეუბნება სწორედ უფალი. უკვე თუ ვითარცა მეკეცესა ამას, ანუ როგორც ამ მეთუნეს, ანუ მეკეცეს, ვერ ძალმის ქმნად თქვენ და სახლო ისრაილისაო? აი როგორც ეს მეთუნე მოექცა ამ ქოთანს, რომელიც თავიდან ანუ რომელმაც დაშალა არ მოეწონა და თავიდან დაიწყო გაკეთება, ისი არ შემილია რომ ისრაელს მოვექცე. კითხვას სვავს უფალი. ავითარცა თიხაი ხელსაშინა მეკეცისასა, ეგრეთ თქვენ თქვენ ხართ ხელთაშინა ჩემთა სახლო ისრაილისაო. ხედავთ როგორი სიტყვებია. ეს სიტყვები ბიბლიაში იმიტომ კი არ დაიწერა რომ ჩვენ დავინტერესდეთ როგორია ებრაელის ერის ისტორია. ეს დაიწერა იმისათვის რომ ჩვენ საკუთარ თავზე მოვირგოთ, მოდი ესე ვთქვა. და საკუთარი თავი დაამოძღოთ ამ სიტყვებით, მათ შორის ქართველმა, რომელსაც აქვს ეს პრეტენზია ღვთისმშობლობისა, იმიტომ რომ ღვთისმშობლის წილხვედრი, ღვთისმშობლის წილხვედი ქვეყანა ვართ, ჩვენ მას დედას უწოდებთ, მაგრამ კიდევ ვიმეორებ, არანაირად არც საერო და რაც სამწუხარო არც საეკლესიო ცხოვრებაში ჩვენ არანაირად არ ვამჟღავნებთ ჩვენს აი ამ განსაკუთრებულობას. რას ნიშნავს განსაკუთრებულობა? განსაკუთრებულობა უნდა ნიშნავდეს იმას, რომ იცხოვროს ერმა, როგორც ქრისტიან ერს შეშვენის, ყველა გამოვლინებით, როგორც საეკლესიო, ისე საერო. საერთოდ განსაცდელები ძალიან მძიმე და ბევრი მოსულა. მათ შორის საქართველოზე. დღეს მართალია სულ მახსენდება იმ დიდი ხელისუფალის სიტყვები, ახლა ნამეტანი მომივადა, აღარ დავასახელებ რომელიც თანამედროვე ხელისუფალია ჩვენი ერისა, რომელმაც ბრძნულად დაარიგა ჩვენი ეკლესია, პრინციპში ყველაფრის ღირსნი ვარ და ამ ეთყობა არა ღვთის დაშვებით ესეც ხდება, რომ ჩვენ გვარიგებენ აბსოლუტურად უმეცარი ადამიანები ქრისტიანობაში და დაგვმოძღვრა, თუმცა არა მარტო ეკლესია, მთლიანად ერი, თუმცა ერი არის ეკლესია, აბა რას ნიშნავს თუ არა ქრისტიანი ერი თუ არა ეკლესიას, რომელიც გვეუბნება, რომ ქართველ ერთ ჯოჯოხეთის არაშინია და იმ წამსვე, სიმწესაგან გამეცინა და გამახსენდა იმ წამსვე ილია, გამახსენდა კირიონი, გამახსენდა ამბროსი, გამახსენდა დანგრეული ტაძრები, გამახსენდა საკუთარი დედის გინება და გამახსენდა დღეს რაც ხდება გარეთ და თურმე ქართველ ერთ ცოდვის არაშინია. არაშინია, იმიტომ რომ ჩახუტებულია და მასთან ერთად არის უკვე დიდი ხანი. ერზე მოდის ხოლმე ძალიან დიდი განსაცდელები ხშირად და ჩვენ ვინც მეტნაკლებად ასაკში ვართ, გვახსოვს ის დიდი საბჭოეთი, რომლის ნაწილნიც ჩვენ ვიყავით ქართველი ერი და საქართველო. საბჭოეთს დღევანდელი გადასახედიდან რაღაც პლუსებიც კი ჰქონდა, იმიტომ რომ ჩვენ უყურებთ დღევანდელ ცხოვრებას აი ამ მუზნეობის საოცარ ზეიმს, რომელიც ამ 25 წლის განმავლობაში ძალას იკრებს და იკრებს და იმ დაცემას ჩვენი კულტურისა, ზნეობისა, დემოგრაფიული პრობლემების გაჩენისა, ყველაფერი რაც ამ თავისუფლებას მოყვა და თან ეს თითქოს შეუქცევადი პროცესებია და შეუქცევადი არიკიდევას და რეანიმაციას არ აქვემდებარება თუ ღმერთი არ ჩაერია. მაგრამ ის ცხოვრება, საბჭოეთის ცხოვრება იყო ძალიან მძიმე და არავის არ ფსურს ის. მით უმეტეს ვისაც სარწმუნოებრივი ცხოვრების ცოტათი მაინც გაუგია და ცოტათი მაინც უცხოვრია სულიერი ცხოვრებით ეკლესიაში, ის ყოველ შემთხვევაში აუცილებლად წინააღმდეგი იქნება იმ უბედურებისა, თქვათ, რაც იყო, მიუხედავად მრავალი სიკეთისა, რომელიც მას ახლდა თუნდაც სოციალური დაცვის თვალსაზრისით და რატო? იმიტომ რომ საბჭოთა კავშირში ყველაზე მთავარი ღმერთი იყო უარყოფილი. და კითხვა ჩდება, მე არ ვიცი ამაზე გესაუბრეთ თუ არა, რომ რაში აწყო გასაგებია პირველი წლები გასაბჭოების არა მძიმე იყო და მაშინ გასაგებია. მაგრამ აი ხრუშჩოვის პერიოდში აღორძინება, საომულო ომის პერიოდში
ეკლესიისადმი დათბა საბჭოთა ხელისუფლება, ხრუშჩოვის პერიოდში ისევ გამძვინვარება და შემდეგ უკვე აი რაღაც ერთგვარი სტაგნაცია რო იყო საბჭოთა კავშირში იგივე ბრეჟნევის პერიოდში, რატო იყო დევნა ეკლესიისადმი? რატო იყო შეზღუდული არაოფიციალურად დევნა არასოდეს, არც ლენინის დროს არ ყოფილა ოფიციალურად დევნა. ეს ყველაფერი არაოფიციალურად ხდებოდა, თუმცა ლენინის დროს ერთი პერიოდი ბრძანების დონეზე იყო, შევცდი. ესე იგი, მე კითხვა მიჩნდება და მე ხშირად ვერს უთქვავს, რომ აი საბჭოთა კავშირში რო ღმერთის წმენა დაშვებული ყოფილიყო, ეს ქვეყანა არ დაინგრეოდა, ალბათ არ დაინგრეოდა. იმიტომ რომ ის მას მრავალი სიკეთე ჰქონდა, მაგრამ აი კითხვა ჩდება, რატომ იყო საბჭოთა კავშირში ეს დევნულობა, როდესაც ეკლესია მაშინ უკვე აღარც იდეოლოგიურს და აღარ პოლიტიკურ საფრთხეს არ წარმოადგენდა საბჭოთა იმპერიისათვის. მე ვგულისხმობ უკვე ამ ბოლო პერიოდს 60-იანი, 70-იანი წლებიდან. ერთ-ერთი ღვთისმეტყველი ძალიან საინტერესოდ ამბობს, რომ საბჭოთა კავშირში პიროვნული თავისუფლებისადმი ბრძოლა იყო აი პოლიტიკური სისტემის და იდეოლოგიის ნაწილი. ანუ პიროვნულ თავისუფლებას ებრძოდნენ და პიროვნული თავისუფლებისადმი ბრძოლა ეს არის ბრძოლა ღვთის წინააღმდეგ, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანის თავისუფლად შექმნა. ადამიანში რო თავისუფლებას ებრძვიდა კლავ, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ მასში, ესე იგი, შენ კლავ ღვთის განგებულებას ამ ადამიანში. შენ ებრძვი უბრალოდ ღვთის განგებულებას, ღვთისნებას. ფაქტობრივად ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნების თავისუფლებისადმი აი ესეთ იდეოლოგიურ დონეზე შეზღუდვა სატანიზმად იქცა და ამიტომ ახედან გამომდინარე შეუძლებელი იყო რომ ღმერთის წინააღმდეგ არ ებრძოლა საბჭოთა იმპერიას. კიდევ ვიმეორებ, იმიტომ რომ მან ისეთი მიმართულება აირჩია სახელმწიფოებრივი მართვისა, რომელიც თავის არსში იყო სატანიზმი. ამიტომ მას აუცილებლად მოყვა უკვე ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ. ეხლა კითხვა ჩდება, რატომ დაუშვა ღმერთმა, რომლის ნების გარეშეც ერთი ღერით არ დავარდება ჩვენი თავიდან, აი რატომ დაუშვა ღმერთმა მართლმადიდებელ ხალხებში, მე სხვა ახლა არ შევეხები, თავისუფლების აი ამგვარი შეზღუდვა, რომელიც აუცილებლად მივიდოდა იქამდე, რომ ღმერთის ხსენებაც კი აკრძალული იქნება. და კითხვა ჩდება, ხო ღვთის განგების გარეშე არაფერი ხდება, ეს გვწამს. რატო უნდა ეცხოვრა ჩვენს მამა-პაპას ისეთ მეც სხვათა შორის მამა-პაპას მივდექი მეც იქ ვიყავი, ხრუშჩოვს მოსწრებული ვარ. რატომ უნდა გვეცხოვრა ჩვენ იმ გარემოში? მე მახსოვს ჩემი თაობის ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში იყვნენ, რომლებიც გარდაიცვალენ. ისინი ჩემზე უკეთესები და კარგები იყვნენ და ისინი რო გადმოსულიყვნენ აქეთ, ვინც ისინიც მორწმუნენი და მღვდლების გამხდარიყვნენ, ვინც და ისინი იქ გარდაიცვალენ იმ პერიოდში. გესმით, რატომ დაუშვა ღმერთმა ეს საშინელება მთელ ერზე? მე კითხვა მიჩნდება, რომელზეც პასუხი ვერავინ მეტყვის, ეს პასუხი იოლია. იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, თაობები უღმერთოდ გაიზარდა. ადამიანი შეიძლება ისე დაბადებულიყო და ისე გარდაცვლილიყო, ღმერთის შესახებ არაფერი გაიგო. კიდევ ვიმეორებ, ჩემი თავი მახსოვს. მე არაფერი გამეგო, ისე დავამთავრე უმაღლეს სასწავლებელი, ღმერთის სიტყვა მხოლოდ დაცემის ობიექტად თუ გამეგო და არც მაინტერესებდა, ჩემთვის დახურული თემა იყო. წარმოგიდგენიათ, უმაღლეს სასწავლებელს რომ დავამთავრებ, უკვე ჩამოყალიბებული ადამიანი ხარ. ანუ მე რომ მაშინ გარდაცვლილიყავი, წარმოიდგინე, მოკდებოდე მთვარეზე რომ გაზარდო ვიღაცა და საერთოდ რა არაფერს არ გაიგებს, აი ეს. რატომ დაუშვა ეს ღმერთმა? ხომ საინტერესოა. ღმერთმა ყველა მაშინ გარდაცვლილ ადამიანს უშველოს, ვისაც მე ვიცნობდი და არ ვიცნობდი, რომლებსაც ვერაფრით ვერ დავაბრალებ, ანუ მათ ბრალეულობას ვერ ხედავ მე მათ უღმერთობაში, იმიტომ რომ მეც ესე ვიყავი მათთან ერთად. მაგრამ ეს კითხვა ჩდება. მაგრამ ჩვენ თქვით, რომ ეს უღმერთობა გამოწვეული იყო სატანიზმით, რომელსაც ერქვა ადამიანის პიროვნული შეზღუდულობა, პიროვნული თავისუფლების აღკვეცა, იდეოლოგიის რანგში. სატანიზმის რა სხვა ფორმები არ არსებობს? რა ფორმები შეიძლება არსებობდეს სატანიზმის? ერთ-ერთი და არანაკლებ მძვინვარე და რომელიც თავის თავში მოიცავს თავისუფლების შეზღუდვასაც არის ერის ზნეობრივი გაღწნა. ის რასაც ჩვენ დღეს ვხედავთ. დღეს მართალია აღარ არსებობს საბჭოთა იმპერია, მაგრამ დღეს არსებობს მსოფლიო იმპერია, რომელიც მოქმედებს არა პირდაპირ თავისუფლებაზე და სხვათა შორის პირდაპირ თავისუფლებაზე ისინიც არ მოქმედებდნენ. თავისუფლება ერთ-ერთი ლოზუნგი იყო დიადი საბჭოეთისა.
დღეს ოღონ თავისუფლებას ამბობდნენ და იდეოლოგიის წნეხში გახჩობდნენ. დღეს თავისუფლებაზე კვლავ ლაპარაკობენ და დღესაც კვლავ იდეოლოგიის წნეხში გახჩობენ, ოღონ ეს იდეოლოგია ზნეობრივი გაღწნა თავისუფლების სახელით. ამიტომ მე კითხვა მიჩნდება, როდესაც სოფლიო ტირანია შეიძლება ასე ითქვას, მე მაიძულებს, რომ უზნეო გავხდე. მე შემიძლია, რომელიც მე მართმევს თავისუფლებას, იმიტომ რომ უზნეობა აბატონებს ჩემზე ცოდვას, თან ეს უზნეობა იდეოლოგიის რანგში ადის ნელ-ნელა, თქვენ ამას ხედავთ, იდეოლოგიის რანგში. და ანუ რას ნიშნავს იდეოლოგიის რანგში? გასაქანს არ მოგცემს. ის იძალადებს შენზე რომ უზნეო გახდე. როგორც მაშინ გასაქანს არ გაძლევდნენ, ძალადობდნენ შენზე რომ შენ ყოფილიყავი საბჭოეთის მოქალაქე. კომუნიზმის მეოცნებე და ესე იგი ათეისტი და ასე შემდეგ. დღეს ასევე ძალადობს ეს სოფლიო თანამეგობრობა ბჭყალებში, ძალადობს რომ შენ გახდე უზნეო. ეს არის უზნეობა იდეოლოგიის რანგში, რომელიც გართმევს თავისუფლებას. იმიტომ რომ უფალი გვასწავლის, რომ ცოდვა, რომელიც ამ შემთხვევაში იბატონებს ჩვენზე, ჩვენ გვხვდის მონას და ვკარგავთ თავისუფლებას. მე კითხვა მიჩნდება, ეს რა სატანიზმი არ არის? და თუ ეს სატანიზმია, განა ეს არ შეებრძოლება რწმენას, როგორც საბჭოებში ებრძოდნენ და შეებრძოლება და იბრძვიან და ეს ბრძოლა უფრო და უფრო ძლიერი გახდება. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? ვიბრძოლოთ. დღეს სამწუხაროდ არის გავრცელებული ესეთი უცნაური მოსაზრებანი, ზოგიერთ თვით იერარქიაშიც კი, რომ დღეს უკვე დასრულდა მისიონერობის დრო. რაღა დროს მისიონერობა, ეხლა ჩვენ უკვე ჩვენ თავს მივხედოთ. მე არ ვიცი ეხლა ცოტა მე შემიძლია ცოტა მკვეთრად თქვა აი ამ სიტყვაზე და უბრალოდ არ იქნება სასურველი შეიძლება არ იყოს, იმიტომ რომ შეიძლება თქვათ მრავალ სასულიერო პირსას გულში მოხვდეს, იმიტომ რომ ასე შეიძლება ფიქრობდეს და ასე ზოგიერთი ფიქრობს და მე არ მინდა. მე ვთვლი რომ მაინც ეს მათი შეცდომა უბრალოდ არა წინასწარ განზრახული ბოროტება. თორე ისე ეს არის სწორედ აი ამ სატანიზმის წისქვილზე წყლის დასხმა. რას ნიშნავს რომ დღეს არ არის მისიონერობის დრო? რას ნიშნავს ამის განცხადება, რომლის უფლება სასულიერო პირს არ აქვს? სასულიერო პირს ევალება პირდაპირ ორი რამ. ეს არის ლოცვა და რომლის უმაღლესი გამოვლენა ევქარისტია და ეს არის სიტყვის სახურება, ეს არის ვალდებულება, რომლის გარეშეც სასულიერო პირი დაემსგავსება იმ ძაღლს, რომელიც არყევს თუ წინასწარმეტყველის სიტყვას მოვიშველიებ. მე ასე შემიძლია ვთქვა, რომ ხვალ რომ გავიკოთ ყველამ, რომ ეხლა გამოგვიცხადეს, ნუ რაღაცნაირად არ ვიცი ეს იგავური სახე შევქნათ, რომ ხვალე ხდება ინაუგურაცია ანტიქრისტესი. ხვალე სოფლიო მეფედ მორჩა ხვალინდელი დღიდან დედამიწაზე მკვეთრად შეიცვლება მდგომარეობა და წავა ყველაფერი დასასრულისაკენ. ხვალე რომ ეს მოხდეს და ჩვენ ეს გავიგოთ აი ამ წუთში. რა უნდა გავაკეთოთ? ჩავიკეტოთ ჩვენს სახლებში და ესე იგი გავხდეთ პასიურნი? მე ესე მგონია რომ წირვას როგორც კი დავასრულებთ, იმ წამსვე აი ვინცა ვართ, უნდა გავიდეთ გარე და ყოველ შემხვედრს ვახაროთ ის რომ არის ღმერთი, რომელიც მოვიდა ადამიანად, რომელსაც ქვია ადამიანად მოსულ ღმერთს იესო ქრისტე და რომ მისი რწმენით ადამიანი ცხონდება და შევამარადულ სიცოცხლეში. ყოველ შემთხვევაში ერთხელ მაინც უთხრათ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოხდეს ეს ღვთის სიტყვა და რანაყოფს გამოიღებს ჩვენი საქმე არ არის პირიქით და პირიქით ჩვენ უნდა გავაქტიურდეთ დღეს. განსაკუთრებულად საქართველოში, სადაც ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის მდგომარეობა, რომ შესაძლებელია აქ სარწმუნოება კვლავ ცოცხლობდეს და არა მარტო ცოცხლობდეს, აღორძინდეს კიდევაც. ამიტომ ყოველი ადამიანი, არა მარტო სასულიერო პირი, რა თქმა უნდა პირველ რიგში ეპისკოპოსი, შემდეგ მღვდელი, დიაკონი და თითოეული ადამიანი უნდა იყოს თავისი ბუნებით მისიონერი. გარს რა თქმა უნდა არსებობს თქვათ ადამიანთა ისეთი კატეგორია, რომელიც უფრო მიდრეკილია თქვათ პასიურობისკენ, არსებობს განდეგილის ტიპაჟი, არსებობს თქვათ აი მართლაც რომ მონოზონია ღმერთის წინაშე ერთ-ერთზე მყოფი, მაგრამ თუ ადამიანი ისეთია, მას ისეთი ძლიერი ლოცვა აქვს, თვითონ მიიზიდავს როგორც მაგნიტი სხვა ადამიანებს. ხოლო თუ ადამიანი ფიქრობს რომ ეხლა ის დრო რომ ვილოცოთ და აღარ არის მისიონერობის დრო, მე შემიძლია ასე ვთქვა, თუ ლოცვა არის ჭეშმარიტი და ეს ნიშნავს რომ ღმერთთან ურთიერთობა აქ ადამიანს შეუძლებელია. ადამიანს ქონდეს ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობა და არ ქონდეს სურვილი, არ უთხრას ეს ყოველივე ძმას
და დას, რომელიც იღუპება. ამიტომ მისიონერობა ბუნებრივად გამომდინარეობს ჭეშმარიტი ღვთისძიებიდან და ჭეშმარიტი ღმერთთან ჭეშმარიტი ურთიერთობის. ბუნებრივად გამომდინარეობს. ეხლა რაც შეეხება ვალდებულებას, მე ამ ვალდებულებაზე კიდე წაგიკითხავთ საწინასწარმეტყველოდან მოგიკითხავთ ეზეკიელის 33 თავი. ნახეთ რას გვეუბნება სხვათა შორის მღვდლებს. აჰა ადამიანის ზევ. ამ შემთხვევაში ეს მიმართვა ჩვენ გვეკუთვნის იმათ, ვისაც ეკუთვნის მისიონერობა. და რა თქმა უნდა ადამიანის ზე არის მისიონერი. აჰა ადამიანის ზევ. ისრაელის სახლის მფარველად დამიდგენი ხარ. ნახეთ? ისრაელის სახლის მფარველად. ეკლესია დღეს საქართველოში. საქართველოს მფარველი. და ოღონ ეს მფარველობა მან ქმედითაც უნდა განახორციელოს. ისმინე სიტყვაი ჩემი ბაგიდან და ჩემგნით გააფრთხილე ისინი. ნახეთ რა ვალდებულების წინაშე ვართ. ჩვენ უნდა გვესმოდეს ღვთის ხმა. ჩვენ ვამბობთ ამას საიდუმლო ლოცვებში იგივე თუნდაც, როცა ვევედრებით უფალს ჩვენთვის და უმეცარიერისათვის და ხშირად ვთქვას უმეცარიერი ნიშნავს იმას, რომ მას არ შეუძლია განიცადოს ის, რასაც საიდუმლოებაში ღვთელი განიცდის, მაგრამ ღვთელი განიცდის არა იმიტომ, რომ თავისთვის დაიტოვოს, არამედ ვალდებულია განაცდებინოს მრევლის წერს, მრევლს ერის ადამიანს. ანუ ისმინე სიტყვაი ჩემი ბაგიდან, ჩემგნით და ჩემგნით გააფრთხილე ისინი. ანუ ვიცოდეთ და გავაფრთხილოთ. როცა ბოროტეულს ვეტყვი, ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები მეთქი, იმიტომ რომ ცოდვას სიკვდილი მოსდევს, შენ კი არაფერს იტყვი. ღმერთი ამბობს, რომ სიძვა მრუშობა არის ცოდვა. საქართველოში მე ადრეს გითხარით, გაჩნდა სიმსივნე, ავთვისებიანი, დასავლეთ საქართველოში, ანაკლიაში, ხო? გაჩნდა სიმსივნე. ეს სიმსივნე ავთვისებიანი. თითოეულმა ჩვენთაგანმა ხმა უნდა ამოიღოს ამის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად უმაღლესმა იერარქიამ. მე გულისხმობ ეპისკოპოსებს. არ შეიძლება, რატომ? იმიტომ რომ იქ შევლენ ჩვენი შვილები, ჩვენი შვილიშვილები, ჩვენი ოჯახის წევრები, არა მარტო თქვენი ვაჟები, არამედ თქვენი გოგონები წავლენ. იმიტომ რომ თქვენ გოგონებს იქ შესვლა უფასოდ აქვთ. ეს ერთგვარი მახია. შევლენ და თითოეულ ამ სულზე ჩვენ მამებად რომ მოგწონს თავი, პასუხს ვაგებთ. ეს სიმსივნე მერე თუ არ ამოვკვეთეთ, თელ საქართველოს მოედება. 10 წელი გეგმაშია რომ აქ იყოს. ეს არის სასიკვდილო განაჩენი ერისათვის. ის არის ხელშეუხებელი. მას თავის სახელმწიფოებრივი კანონები და სტრუქტურა აქვს, იგი რესპუბლიკაა, შეიძლება მონარქიად გადაკეთდეს. გითხარით, სადაც ჩვენი საქართველოს სახელმწიფოს კანონები, რომლებიც ისედაც უკვე აღარ ვარგა, შიგნით, მაგრამ მაინც რაღაც არის, იქ არ მოქმედებს. ანუ ეს არის ტიპიური სიმსივნე, რომელიც ორგანიზმის კანონებს არ ექვემდებარება. ის თავისი კანონებით ცხოვრობს, იზრდება და სპობს ორგანიზმს. ორგანიზმი ვერ ერევა მასში. ზუსტად იგივეა ეს. და აი, გვაფრთხილებს უფალი. ჩემი სახელით გააფრთხილე ისინიო, როცა ბოროტეულს ვეტყვი, ბოროტეულო, სიკვდილით მოკვდები მეთქი და შენ კი არაფერს ეტყვი, რომ დააკავო ბოროტეული თავის გზაზე, ბოროტეული თავისი ცოდვის გამო მოკვდება, მის სისხლს კი შენ მოგკითხავ. მე ესე მგონია, რომ თუ ჩვენ ხმას არ ამოვიღებთ, არ ვიყვირებთ თითოეული მღვდელი ამბიონიდან და ეპისკოპოსი თავისი ძალაუფლებით, რომელიც სიმბოლურად კვერთხით განსახიერდება, უფალი აი იმ სასიკვდილო ცოდვას ჩვენ მოგკითხავს. მის სისხლს შენ მოგკითხავ. და თუ შენ და ზოგი ამბობს, რომ რა აზრი აქვს თქმას, აქვს აზრი, აგძელებს უფალი ეზეკიელის პირით. თუ შენ გააფრთხილე ბოროტეული, რომ მოქცეულიყო თავის გზიდან და არ მოიქცა, ის თავისი ცოდვის გამო მოკვდება, შენ კი იხსნის შენ სულს. და მე რადგან აქ ჩემი სული საცხონებლად ავარ მოსული
და ჩემი სულის ხსნა მინდა. ამით უფალი მე მეუბნება, თეოდორე გინდა სული გადაერჩინო, იყვირე არ გაჩერდე. შენ არ იფიქრო რომ ეხა სხვა დროა, ის ყურადღებას არ მოგაქცევს, მაგას მნიშვნელობა შენთვის არ აქვს. შენი ვალდებულებაა იყვირო. დანარჩენი მე ვიცი, ხოლო შენ სულს გადაარჩენ. და ფსალმუნებშიც როგორ არის, ხო? ეს მეორე ფსალმუნია. მწყსე იგინი კვერთხით არ რკინისათა და ვითარცა ჭურნი მეკეცეთანი შემუსხნე იგინი. ამის ვალდებულება და ძალაუფლება გვაქვს. თორე დღეს ჩვენმა ერმა მართლაც არ იცის. ერი უსწავლელი. ერი უსწავლელი არა იმიტომ რომ ღვთის ღმერთთან ურთიერთობა არ იცის. ელემენტარული ცხოვრების ნორმები და ზნეობრივი წესები, რომელიც ჩვენს სულშია ჩაწერილი, ის არ იცის. ჩვენ არ ვიცით რა არის კარგი და რა არის ცუდი. რა არის კარგი? მე შემიძლია პატარა ჩამონათვალი გავაკეთო. კარგი რა არის? რომელიც ეს ის ღირებულებებია, რომელიც ათეისტსაც უნდა ესმოდეს წესით. წესრიგი კარგია. პარალელურ რეჟიმში წაიკითხავ. რა არის ცუდი? ცუდი ქაოსია. ჩვენ რას ხედავთ ჩვენს გარშემო? წესრიგი კარგი რა არის? სინათლე. ცუდია სიბნელე. აქ ადამიანებს უჭირთ გაგება რა არის სინათლე და რა არის სიბნელე. კარგია სილამაზე და ცუდია სიმახინჯე. კარგია სიცოცხლე და ცუდია სიკვდილი. კარგია ცხოვრების საზრისი, რომლის გარეშე პრინციპში სიცოცხლე არ არსებობს. ხოლო ცუდია ცხოვრების საზრისის არ არსებობა. ხორცელ ცხოვრებაში ცხოვრების საზრისი არ არის. კარგია ურთიერთობა, ცუდია მარტოობა. დღეს უკვე ოჯახის წევრებიც კი გათითოკაცებულნი არიან. როგორც ადრე გითხარით, ცოლ-ქმარნი ვითარცა მეზობელნი და საერთოდ ოჯახის წევრები, გათითოკაცებული ამ სოციალური ქსელების საშუალებით, ყველა თავისთვის არის და ერთმანეთთან ურთიერთობა არ აქვს. ცუდია მარტოობა. კარგია სიმართლე და უსამართლობა ცუდია და ეს უსამართლობა ცხოვრების კანონი გახდა უკვე. კარგია სიამოვნება და ცუდია ტკივილი. მაგრამ აი ახაც სიბრძნე გუმართებს და რა არის სიამოვნება და რა არის ტკივილი? და ყოველი სიამოვნება კარგია და ყოველი ტკივილი ცუდია? ფეხმძიმე ქალს როცა მშობიარობს ტკივა და ეს ცუდია? და ნარკომანი რომელიც წამალს იკეთებს, მას სიამოვნებს და ეს კარგია? ესე იგი კარგია სიბრძნე და ცუდია უგუნურობა. კარგია სიხარული და ცუდია ბოღმა. და სხვათა შორის ბოღმასთან ერთად ცუდია დეპრესიული და სასწრაფოთელი განწყობა, რაც ხშირად ბევრ ქრისტიანს გემართება. კარგია ბედნიერება და ცუდია უბედურება. ოღონ ახაც გარკვევა უნდა რა არის ეს ყველაფერი და კარგია იმედი და ცუდია სასწრაფოთილება. კარგია სიყვარული და ცუდია სიძულვილი, მაგრამ ეშმაკი ყველაზე ძლიერად აი ამ ცნებებს იყენებს. და როცა სიყვარულით მოქმედებს ეკლესია აბრალებს სიძულვილი აქო და როცა უზნეობაში თვითონ ცხოვრობს, ამას სიყვარულს უწოდებს. კარგია მარადიულობა და ცუდია როცა ყველაფერი გაქრება. და რა თქმა უნდა, ყოველივე აქედან ბეჭედად შეიძლება გამოვიყენოთ და ბეჭედად დავსვათ. კარგია როცა გვწამს ღმერთი და არის ღმერთი და ცუდია როცა ადამიანი უღმერთოდ ცხოვრობს. მაგრამ რატომ ვერ მიუხედავად ამისა, თითქოს აქ ბევრი რამე გარკვეული იყო, ზოგიერთის გარდა, ზოგიერთს სხვა სიბრძნე ჭირდება, მიუხედავად ამისა, ადამიანებს უჭირთ კარგისა და ცუდის გარჩევა. და რატო? იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანთათვის საკმარისია თუ აქვთ კარგისა და ცუდის სუბიექტური განცდა. აი მე ჩემთვის ეს კარგია და მორჩა. და არავინ არ ეძებს, ან ძალიან ცოტა ეძებს, რა არის ობიექტურად არსებული კარგი და რა არის ობიექტურად არსებული ცუდი. და როდესაც ადამიანი და ამის საფუძველი არის ამპარტავნება, ამის საფუძველი არის სიამაყე, საკუთარ თავში დარწმუნებულობა, რომ მე ვიცი რა არის კარგი, რა არის ცუდი, აქედან გამომდინარე ვიცი რა არის სიმართლე, რა არის უსამართლობა, რა არის ბედნიერება, რა არის უბედურება, მე ჩემი გზა მაქვს, მოკლედ ვიცი. აი ეს იკვებება, ეს სიტყვები იკვებება ამპარტავნებით, თავდაჯერებულობით, პატივმოყვარეობით და ასე შემდეგ, რომელიც ჩვენი დაცემული ბუნების სამწუხარო მდგომარეობაა. მაგრამ თუ ადამიანი სწორედ გადაწყვეტს, რომ იცხოვროს, ადამიანი გადაწყვეტს, რომ სწორედ იცხოვროს, მაშინ აუცილებლად საკუთარ თავში გაუჩნდება კითხვა. რა არის ობიექტურად კარგი? ობიექტურად არსებული კარგი და რა არის ობიექტურად არსებული ცუდი? თუ ადამიანს ეს შეფასების კრიტერიუმი საკუთარი თავისათვის არ დაუსვავს,
მაშინ ადამიანის შეფასებები იმდენად ცდება ობიექტურობას და ცდება აცდენა სწორედ ცოდვას ნიშნავს, იცით ეს თქვენ ხშირად გვითხოვს, იმდენად ცდება ობიექტურობას და საერთოდ რეალობას და იმდენად უკვე ხორცშივე მყოფი ადამიანი იკარგება ჯოჯოხეთში, ანუ არარაობაში, რომ ზოგ შემთხვევაში ეს დაკარგვა საოცარ მწვერვალებს აღწევს. და რადგან ადამიანის და ასევე კაცობრიობაზე შეიძლება ითქვას, ერთი ღერით მარ დავარდება ჩვენი თავიდან ღვთისგანგების გარეშე. და რადგან ყველაფერი რაც ხდება, შემთხვევით კი არ არის. არამედ ზოგ შემთხვევაში და ხშირ შემთხვევაში თუ ეს დავინახეთ ჩვენს გამოსაფხიზებლად არის და რადგან მდგომარეობა ადამიანისა და კაცობრიობისა განივთდება რაიმეში, ან სიტყვაში, ან ქმედებაში, ამიტომ კაცობრიობის მდგომარეობა პერიოდულად განივთდებოდა ხოლმე რომელიღაც ადამიანის სიტყვაში. დღეს 21 საუკუნეა. მე წაგიკითხავთ სიტყვებს ადამიანის, რომელიც მე-19 საუკუნის თუ მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა და მე-20-ის მიჯნაზე იყო და ეს არის შეიძლება ითქვას აი ამ 21 საუკუნეში, რაც ახლა აპოგეაში შევდივართ, აი ამ სულისკვეთების დასაწყისი ეს პერიოდია. უბრალოდ დასაწყისი არც არის, უკვე განვითარებული ეს მდგომარეობაა და უფრო და უფრო ვითარდება ძალას იკრებს და აი ამ ადამიანის სიტყვებში, რომელსაც ახლა მე თქვენ წაგიკითხავთ, ჩანს ის სული, რა სულითაც დღეს სამყარო ცხოვრობს. მე მინდა წაგიკითხოთ და თქვენ თვითონ ნახავთ და დათქმას გააკეთებს. და ეს იმას ნიშნავს, რომ აი ეს სული დღეს ძალაშია შესული. ეს სული ერთხელ ძალაში შევიდა ძალიან მკვეთრი ფორმებით, ეს იყო ფაშისტური გერმანია. თუმცა ეს კაცობრიობას მაინდა-მაინც არ მოეწონა, იმიტომ რომ ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა და ის მოისპო, მაგრამ ის სულისკვეთება გაგრძელდა, ოღონ იგივე გრძელდება ზუსტად, თუმცა სალანძღავია ფაშისტური გერმანია მათგან, იგივე გრძელდება, ოღონ ეს ყველაფერი ხდება უფრო რბილად, მაგრამ პრინციპი იგივე. და მე წაგიკითხავთ აი ამ ადამიანის სიტყვებს. ეს ითვლება, მიაჩნიათ, ეს ერთ-ერთ დიდ ფილოსოფოსად. ადამიანი ამონარიდებია მისი ორი წიგნიდან. ადამიანი სულისა და ღმრთის ზოგი ისეთი სიტყვება შეიძლება თითები ყურზე, ადამიანი სულისა და ღვთის შესაქმედ აღარ მიგვაჩნია. ჩვენ იგი ცხოველთა სამყაროს მივაკუთვნეთ, ცხოველად ვთვლით, ყველაზე ეშმაკ ცხოველად. ამის შედეგია მისი სულიერება. ხედავთ, სულიერების ნიშანი, შედეგი, სულიერების საფუძველი ყოფილა ის, რომ ადამიანი ეშმაკი ცხოველია. შემდეგ, ეს ამონარიდებია, ერთ გაგრძელებები არ არის. სათაკილოა იყო ქრისტიანი. აი სწორედ აქ იწყება ჩემი ზიზღი, თეოლოგის და მღვდლის მიერ ყოველ ჯერზე წარმოთქმული სიტყვა სიცრუეა. მან კარგად იცის, რომ ანუ მღვდელმა თქვა, არ არსებობს არავითარი ღმერთი, არავითარი ცოდვილი, არავითარი მხსნელი, რომ თავისუფალი ნება, ზნეობრივ მორალური წყობა სიცრუეა. ესე იგი ღმერთი არ არსებობს და ნაყოფი ნახე როგორია, ზნეობა სიცრუეა. და რადგან ქრისტიანობა ქადაგებს ყოველი ამას, მას ეზიზღება ეს ყველაფერი. პეტრესა და პავლეს მიერ უკვდავების აღიარება დღემდე უდიდესი და უბოროტესი თავდასხმაა და ვიზე? კაცობრიობის არისტოკრატულ ნაწილზე. კარგია რომ ახალი აღთქმის კითხვისას, ეთყობა იმ ევროპულ ტრადიციაში, ძველად ესე იყო, ესე ძველ მამებს რო გაიკითხავთ, ახალი აღთქმის წიგნსო ხელები დაიბანეთო, ანუ როგორც ხატს, ის ანუ როგორც ხატისადმი უნდა გქონდეს კძალვა, ისევე აქვს, ვთქვათ, ქრისტიანს სახარებისადმი. და ერთ-ერთი გამოვლინება სწორედ ეთყობა იმ ევროპულ ქვეყანაში ხელთათმანების ჩაცმა იყო. კარგია, რომ ახალი აღთქმის კითხვისას თეთრ ხელთათმანებს იკეთებენ. და ნახეთ რატო? ეხლა ეს ცინიზმით განმარტავს. ამდენი უწმინდურობის სიახლოვეში სახარებას უწოდებს ესე. იზულებული ხარ, ასე მოიქცე. ახალი აღთქმის შემდეგ ყოველი წიგნი სუფთა მეჩვენები. იმდენად ძულს ახალი აღთქმი. ღმერთი, როგორც ღმერთი, უარყოფილია ჩვენს მიერ. ხო, სასაცილოა. ხო, ღმერთი, როგორც ღმერთი, უარყოფილია ჩვენს მიერ. ვინ და ეხლა ნახეთ, აი, ხშირად ხვავენ ხოლმე კითხვას, რომ მამაო, აი, რატომ კეთილი ადამიანი ეხლა ისა და რატომ არ წამს ღმერთი?
პასუხი მაქვს ხოლმე ესეთი, რომ მას ღმერთი იმიტომ არ წამს, რომ მას არ უნდა რომ ღმერთი იყოს. ვიკეთილი როა, ჩვენზე კეთილი შეიძლება იყოს, მაგრამ მას არ უნდა რომ ღმერთი იყოს, იმიტომ რომ ვერაფრით დავიჯერებ, რომ ადამიანს უნდოდეს იყოს ღმერთი და ღმერთი მის გულს არ შეეხოს. ეს ჩემთვის ქრისტიანული რწმენის გვერდზე მდგომი პოსტულატია შეიძლება ასე ითქვას. ადამიანს იმიტომ არ წამს, რომ მას არ უნდა ღმერთის არსებობა. და აი ნახეთ, როგორ მტკიცდება ამ ანტიქრისტეს სიტყვებში. ღმერთი როგორც ღმერთი უარყოფილია. ეს მრავალ ადგილას ამბობს, რომ ღმერთი არ არსებობს თავის წიგნებში. ღმერთი უარყოფილია ჩვენს მიერ. და ახლა ნახეთ, ვინმეს რომ დაემტკიცებინა ჩვენთვის ქრისტიანობის ეს ღმერთი, კიდევ უფრო ნაკლებად გვექნებოდა მისი რწმენა. ხედავთ? ანუ რომც დაინახოს, მაინც უარყოფს. ქრისტიანობას უდიდეს ერთიან წყევლას ვუწოდებ, ერთიან შინაგან ხრწნას. მე მას ვუწოდებ ერთიან უკვდავ სამარცხინო ლაქას, კაცობრიობისადმი. მე მას ამ საშნელს ვიტყვებს, იმიტომ კი არ გიკითხავთ, რომ რაღაც თქვენი განათლება რა, ეს დაბნელება ადამიანი. ეს არის სული თანამედროვე სამყაროსი. ეს არის სული იმ სიმსივნესი, რომელსაც კაზანტიპი ეწოდება და იქ 10 წელი იმოქმედებს. ეს არის ამის სული. ეს კარგად უნდა გვახსოვდეს. არ უნდა ძარცვო, არ უნდა მოკლა და მე ეს 10 წნების სიტყვებია. ამ სიტყვებს ოდესღაც წმინდას უწოდებდნენ. მათ წინაშე თავსა და მუხტ იდრეკდნენ. შეიძლება ახლა ამას იმიტომ გიკითხავთ, რომ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ მართალია ღმერთი არ წამს, მაგრამ შეიძლება ძალიან ისეთია, ზნეობის მოქადაგია. ხო იყვნენ ესეთი ათეისტებიც, რომ ქრისტიანობას ებრძოდნენ, ზნეობას ქადაგებდნენ. ეხლა ეგ რასიმახიჯია სხვა საქმეა, მაგრამ აი ნახეთ, ეს ბოლომდე მიდის ეს ანტიქრისტე. არ უნდა ძარცვო, არ უნდა მოკლა. ამ სიტყვებს ოდესღაც წმინდას უწოდებდნენ. მათ წინაშე თავსა და მუხს იდრეკდნენ, ფეხთ იხდიდნენ, აი მოსებ რო გაიძრო სანდალნი, ხო, გახსოვთ ეს. ხოლო გეტყვით თქვენ, სადა ჰყავდეს ქვეყანასა ამ წმინდა სიტყვებზე უკეთესი ავაზაყნი და კაცის ყვლენი. ესე იგი ამ ცნებებს ავაზაკებს და კაცის ყვლას უწოდებს. განა ამ სიტყვათა წმინდათ აღიარება ჭეშმარიტების უმკვლელობა არ არის? ანუ სიკვდილის ქადაგება არ არის წმინდათ აღიარება ყოველივესი, რა ცხოვრებას ეწინააღმდეგება და ებრძვის, ჰეძმანო შემუსრეთ ძველნი ფიცარნი. მოსეს აღთქმის ფიცრებს გულისხმობს. შემუსრეთ ძველი ფიცრები. ნახეთ, როგორ ებრძვის ღმერთს. და დასინის აი ამას, რომ არ უნდა ძარცვო, არ უნდა მოკლა. ეს როგორ შეიძლება? ჰეძმანო სასტიკი ვარ, ეს ამბობს. ხოლო კითხვას, ჰეძმანო სასტიკი ვარ, იქ ისეთ რაღაცებზე საუბრობს, რომ გიჩნდება ეს სასტიკიაო და მე ამბობს, ჰეძმაო სასტიკი ვარ? და მე აგზელებს, ხოლო ვიტყვი, რაც ეცემა მას ხელიცა კარი. და რომელთა ფრენა ვერ ასწავლოთ, ასწავლეთ, სწრაფად დაეცნენ. წარმოგიდგენიათ, რასთან აგვაქვს საქმე. ასე რომ ფაშისტური გერმანიის აი ეს ყველაფერი უბედურება იყო ამის გაცოცხლება. ახეთ რას ამბობს? ამას მეტყოდა ერთხელ ეშმაკი. ღმერთსაც აქვს თავისი ჯოჯოხეთი და რა არის ეს ჯოჯოხეთი? ეს მისი სიყვარულია ადამიანისადმი. აი ეს არის თანამედროვე ამას სოფლის სუნთქვა. და თუ ესე არ არის, მაშინ ნახოთ, შევხედოთ თანამედროვე ხელოვნებას, თანამედროვე კულტურას, თანამედროვე მუსიკას, თანამედროვე ზნეობას. დღეს უბედურება მოხდა, ჩვენ ვიცით, 300 ადამიანი დაიღუპა, თვითმფრინავით ჩამოაგდეს. და რა თქმა უნდა, ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია ალბათ სოფლიო ომის დასაწყებად. ესე იწყებოდა, ესეთი პროვოკაციებით იწყებოდა ხოლმე იგივე ჰიროსიმასა და ნაგასაკში ჩამოგდებული ბომბი, ასევე პროვოკაციით დაიწყო მანამდე და ასე შემდეგ. მე მესმის, რომ ეს საშნელი ტრაგედიაა. თუმცა ადამიანები ძალიან გულუბრყვილოლი არიან და ვერ ხვდებიან ხოლმე, რომ როგორი იდეოლოგია იწყება იმ წამსვე ეგეთი ტრაგედიის მერე და ამ იდეოლოგიას მიებმებიან ხოლმე და ბრმად იმეორებენ იმ სიტყვებს, რასაც ეს იდეოლოგია ახმოვანებს. სიბრძნე უნდა თუ სიბრძნე არ გვეყოფა და ამ იდეოლოგიას, რომელიც ამუშავდება ესეთი ტრაგედიების მერე ავყვებით, ჩვენც თუ სოფლიო ომი დაიწყება, ამ სოფლიო ომის თანამონაწილენი გავხდებით. ეს გაითვალისწინეთ.
მაგრამ ეხლა სხვა რამის გამო ვახსენე ეს. აი კაცობრიობა მოთქვავს და ტირის, რომ 300 ადამიანი ასე ტრაგიკულად დაიღუპა და იგივე კაცობრიობა 300 კი არა, მილიონობით ბავშვს კლავს მუცელში ცინიზმით, ვითომც აქ არაფერია თავისუფლების, ქალთა თავისუფლების სახელი. ხედავთ, ეს იმის ნიშანია, რომ ნებისმიერი გამოვლინება სიკეთისა, სიყვარულისა, ზნეობისა და ეს რაღაც ლოზუნგის სახი და რაღაც ნიანგის ხმლების ღრა, ეს ყველაფერი მხოლოდ სიყალბეა. იმიტომ რომ კაცობრიობა დიდი ხანია ამ სულით უნთქავს. რაც მე წაგიკითხე. ეს ნიჩე იყო მისი ორი წიგნი, ესე იტყოდა ზარათუსტრა და მეორე ანტიქრისტე. ასე რომ ეს უბედურება ძალიან ძლიერად უტევს მათ შორის საქართველოს, მათ შორის ჩვენ ეკლესიას. და თუ ჩვენ გვინდა გავიგოთ რა არის კარგი და რა არის ცუდი. ამისათვის აუცილებლად უნდა ვიცხოვროთ ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრებით, არა ზედაპირულად, არამედ სიღრმისეულით, რომლის საფუძველთა საფუძველი არის სინანული, შიში ღვთისა, სიმდაბლე, საკუთარი უღირსების ხედვა. აქედან გამომდინარე ხსნელის ძიება, აქედან გამომდინარე ცოცხალი ლოცვა და აქედან გამომდინარე ქრისტესათვის არა რაიმე ადგილის მიკუთვნება, არამედ ყველაფერი რომ ქრისტე უნდა იყოს ჩვენ ცხოვრებაში, ყველაფერი და სხვა არაფერი, დანარჩენი, რასაც და როგორც უფალინებებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სული იქნება მდუღარე, როგორც დღეს პავლე მოციქულმა მოგვიწოდა, სული მდუღარენი იყვენით. და ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ჯერ კიდევ აქ ხორჩი მყოფნი, უკვე ვიქნებით სასუფეველის მოქალაქენი. და ეს უბედურებები, რაც დედამიწაზე იწყება და ხდება ჩვენთვის საშიში აღარ იქნება. მაგრამ არა მარტო ჩვენთვის აღარ იქნება საშიში, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც დაინახავს ჩვენ ნათელს და თავადაც ამ ნათლით აღვისება. და ესეც ჩვენი ვალდებულებაა. იყავით ნათელი ამასოფლისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღმრთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.